ჭკვიანი სხვის შეცდომებზე სწავლობს და სულელი ვერც თავისაზეო. ეს არის ებრაული ანდაზ და რამდენადაც მე ვიცი. და მართლაც ადამიანებს ვაღიაროთ, რომ ძალიან გვიჭირს ხოლმე ერთმანეთის გამოცდილებების გათვალისწინება, სხვების რჩევების მიღება და ხშირად არის ხოლმე რომ უგულებელ ვყოფთ მაგალითად მშობლების ან მეგობრების, პარტნიორების გამოცდილებებს, ძვირფას გამოცდილებებს და ვტოვებთ ამ ხალხს უკმაყოფილოს. ბევრჯერ მოგვისმენია ალბათ ყველას რომ შენ რომ ჩემთვის დაგეჯერებინა მაშინ მე რომ გეუბნებოდი, როდის მე შენ მაგას გეუბნებოდი და შენ ახლა მიხვდი. აქ უკვე მახსენდება ქართული ანდაზა, სხვა რომ სხვის ომში ბრძენია. ანუ თავისაში კი არა, სხვის ომში არის ყველა ბრძენი. საქმე იმაშია, რომ თუ ადამიანს არ აქვს ცვლილებისათვის საჭირო ბიოფსიქოლოგიური მზაობა, მაშინ მისთვის მხოლოდ ინფორმაციის მიწოდება არაფერს არ ნიშნავს. ხშირად მან თქვენზე კარგად და ჩვენზე კარგად ვინც რჩევებს გავცემთ, იცის რაც სჭირდება, მაგრამ ეს არაფერს არ ცვლის. ის საკუთარ თავს ვერ გადაახტება. კი, ცოდნა, ინფორმაცია გონებაში ხშირად აანთებს ხოლმე რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანს და ხდება ხოლმე მართლაც ბიძგი, ძალიან სერიოზული ცვლილებების დასაწყებად. მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ესეთი მშრალი ინფორმაციის მიწოდება არანაირად არ არის საკმარისი. ჭეშმარიტი ცვლილება ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს ინფორმაცია დაემთხვევა და შეერწყმევა ადამიანის შინაგან მზაობას და გარდაიქმნება მის სამოქმედო განწყობად, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. როცა ვახსენებთ განწყობას, შეუძლებელია რომ არ გაგვახსენდეს ქართული და მსოფლიო ფსიქოლოგიის გიგანტი დიმიტრი უზნაძე და მისი განწყობის თეორია. უზნაძემ თეორიებით კი არა, ექსპერიმენტებით დაამტკიცა, რომ ადამიანები არ ვართ მხოლოდ ის მშრალი და რაციონალური ლოგიკით მოქმედი არსებები, რომ ჩვენს ნებისმიერ მოქმედებას და ასევე აღქმასაც კი, მთელი გარესამყაროს აღქმას განსაზღვრავს სწორედაც რომ განწყობა. განწყობა ეს არ არის მხოლოდ რაღაცა პოზიტიურ ხასიათზე ყოფნა, კარგი განწყობა ან ცუდი განწყობა. ეს არის მთლიანი პიროვნების, მისი ტვინის, ნერვული სისტემის, ფიზიკური სხეულის მზაობა და სანამ ანუ ტვინში ეს შინაგანი მზაობა არ ჩამოყალიბდება, ადამიანი ვერანაირად ვერ შეძლებს რომ გასცდეს ძველ პატერნს, ასე ვთქვათ, ძველ ქცევის ნორმას. რა მოხდება თუ არ დაველოდებით ამ შინაგან სიმწიფეს და ან საკუთარ თავს, ან სხვებს ვაიძულებთ ცვლილების გაკეთებას, ცვლილებებს ვაიძულებთ, დავაძალებთ. როგორც წესი, კარგი და სასარგებლო არაფერი ხდება ხოლმე ამ დროს. მოდი ამ შემთხვევაში გავიხსენოთ და ვისაუბროთ, ყველაზე უფრო სტანდარტულ მაგალითზე ამ შემთხვევაში წონის დაკლებაზე და დიეტაზე. დიეტების 90% თუ მეტი არა, განსაკუთრებით მკაცრი დიეტების, სრულდება ხოლმე სრული კრახით, ან რაღაცა ავარიული ჭამით, ან წონის გაყინვით, ან თლადუარესი ორმაგად მომატებით წონის. იმიტომ რომ, როდესაც ჩვენ საკუთარ თავს აი ამ შინაგანი მზაობის და განწყობის გარეშე ვაიძულებთ, რომ ჭამა შეზღუდოს, ამას ჩვენი ორგანიზმი, ჩვენი ტვინი აღიქვამს როგორც საფრთხეს, როგორც შიმშილობას. შიმშილობა ორგანიზმისთვის სიკვდილთან არის გათანაბრებული და ამიტომ იწყება თვითსაბოტაჟი. ორგანიზმი იწყებს ამბოხს. ხანდახან ერთი შეხედვით ჩანს, რომ ადამიანში განწყობა უკვე არის მომწიფებული. იმიტომ რომ ადამიანი მუდმივად საუბრობს ამ თემაზე, ძალიან მაღალ კვალიფიციურ ცოდნასაც ფლობს ამ მიმართულებით, მთელი კვებითი სტანდარტების ბიბლიოთეკა აქვს თავში, ასე ვთქვათ. რა უნდა ჭამოს, რა არის ჯანსაღი, როგორ უნდა დაიკლოს, ან თვითონ მან, ან მთელმა გარესამყარომ ირგვლივ. მაგრამ ეს არის სამწუხაროდ და ხშირ შემთხვევაში ხოლმე არა ნამდვილი მზაობა, არამედ ეს არის რაღაცა ტვინის აკვიატებული აზრი. ამიტომ იცით რა ხდება? ჯანსაღ კვებაზე და სწორ კვებაზე აზრი და საუბარი ჩვენი ორგანიზმისთვის თავად ხდება სტრესორი და რას აკეთებს? იცით ჩვენი ძვირფასი და საყვარელი ბებერი ამიგდალა. ის ჩვენს მეტაბოლიზმს ადგება და ან შიანელებს, ან საერთოდ გაყინავს. ამიტომ თქვენ იმის ნახევარს მიირთმევთ, რასაც მანამდე და წონაში ვერ ikლებთ რა. აი ესე ხდება. მე მგონია რომ სანამ სწორი კვება და წონის დაკლება არ გადავა ამ აკვიატებული ვალდებულებიდან შვიდ შინაგან მზაობაში, მხოლოდ სურვილი და თუნდაც მხოლოდ ლაპარაკი,
ვერც დიეტების ჩაწერა და შეძენა სხეულს ვერანაირად ვერ შეცვლის. ძალდატანებით შექმნილი ცვლილება გავს ნიფ-ნიფი სახლს, რომელიც პირველივე სულის შებერვაზე ინგრევა. შემდეგ ვიდეოში ვისაუბროთ იმაზე, რა ხდება, როდესაც სურვილი არის ძალიან ძლიერი, ხოლო შინაგანი მზაობა და საჭირო განწყობა არ არსებობს და ასევე ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ უნდა მივხვდეთ ჩვენს ძლიერ სურვილს ახლავს საჭირო მზაობა, თუ ეს ცარიელი სურვილი ან რაღაცა აკვიატებული ვალდებულებაა. დროებით შემდეგ ვიდეომდე.